რა არის ქართული ფინანსური იდენტობა? რატომ არის ისეთი, როგორიც გვაქვს და როგორ შეიძლება რომ შევცვალოთ ეს კოდი თუ ალგორითმი? გამარჯობა, მე ვარ ელენე. ეს არის ჩემი არხი Reverse Monday. გამოიწერეთ არხი და დღეს ჩემთან სტუმრად არის ნინი ქარჩავა, ჩემი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი. და გადავწყვიტე რომ ნინი იქნებოდა ძალიან შესაფერისი, ესე ვთქვათ, სტუმარი ამ თემისთვის, რადგან ვიცი და მე თვითონ მომსწრევარ მისი გზის, როგორი ნახტომებით ირმის კვანტური მიდის წინ და სად მოვიდა მისი იდენტობის შეცვლით და ალბათ გაფართოებით. და ნინი არის ასევე პიროვნული ზრდის მენტორი და ყველა საკითხზე, რაც შეიძლება რომ ადამიანს, ესე ვთქვათ, წინსვლაში დაეხმაროს და საკუთარი პოტენციალის რეალიზაციაში მუშაობს. მისი სოციალური ქსელების ლინკები იქნება აღწერილობაში და შეგიძლიათ პირდაპირ მიწეროთ, თუ ვერ ნახავთ, მომწერეთ Instagram-ზე და აუცილებლად დაგაგვალიანებთ. ნინი, გამარჯობა. მადლობა სტუმრად რომ მოხვედი და ცოტა შენს ვითხარი შენ შესახებ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა, თქვენი აუდიტორიის გაცნობა და მართლაც ვფიქრობ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება 1-2 სიტყვა მეთქვას, როგორც ქართველ ქალს, როგორც ქალს, რომელმაც გარკვეულწილი თავგადასავლების შემდეგ მიაღწია სწორ ფინანსურ მდგომარეობას და დღეს შეიძლება ვთქვა, რომ მე ვარ ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი, მდიდარი ქალი საქართველოში და შემიძლია ჩემი ცოდნა, გამოცდილება თუ თავგადასავალი გაუზიარო თქვენს მსმენელს. დიდი მადლობა ნინი. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პერიოდი დგას იმისთვის, რომ ქართველი ქალები და კაცებიც, რას ვერჩით, რეალიზდნენ და ესე ვთქვათ, იყვნენ მდიდრები, თუმცა რას ნიშნავს? მდიდარი ყველასთვის ინდივიდუალურია, ხო? ზოგს მეტი აქცენტი აქვს თავისუფალ დროზე, ზოგს ფულზე, ზოგს ურთიერთობებზე, ამიტომ ესე ერთ რეცეპტს ვერ გეტყვით, რომ აი ეს არის სიმდიდრე. ჩემთვის მაგალითად უკვე კომბინაცია არის ბევრი რაღაცის და ვეძახი დოვლაც რა, აი კარგად რომ ცხოვრობ. და მინდა როგორც ქართველს და ქალს გკითხო შენი აზრი, რა არის ქართული ფულის, აი ქართველის ფულის იდენტობა რა, აი რას ატარებს ქართული კოდი? ძირითადად შიშს სამწუხაროდ, გამოცდილებიდან გამომდინარე, თან ქართველ ქალებს ნაკლებად ჰქონდათ ფულთან წვდომა, აი ოჯახში ურთიერთობებიც რო განვიხილოთ, ოჯახის უფროსი ყოველთვის იყო მამაკაცი და მამაკაცი განკარგავდა ოჯახის შემოსავალი სად უნდა წასულიყო. აქედან გამომდინარე, თავიდანვე ქალი იყო პასიური ფულთან მიმართებაში და ყოველთვის იყო რაღაცა დამოკიდებული მამაკაცზე. საკუთარ საჭიროებებსაც ალბათ უზიარებდა მამაკაცს და იმის მიხედვით ყიდულობდა მისთვის რაც ჭირდებოდა და ჩემი აზრით ქართველისთვის, ქართველი ქალისთვის ფული ასოცირდება უფრო შიშთან და არა და მორიდებასთან არა? ხო, აი რაღაცა სულ შეზღუდული ხარ. და აი ძალიან ცოტა ისტორია მახსოვს ჩემ გარშემოც და რაც მსმენია, რომ აი ქმარი მივიდა და მთელი რაღაცა ფული მიცა, რომ რაც გინდა ისქენი. სულ იყო ისეთი თხოვნის რეჟიმი, რომ ამაში ამდენი მჭირდება რა, არ იყო ხელგაშლილობა. ხო. და ქალს იმდენი პირადი რაღაც ჭირდება და ყველაფერზე ცალ-ცალკე თხოვნა, რომ ის მინდა, ეს მინდა და პლუს ისიც არის, რომ საერთო ფონი, ხო, ალბათ სიდუხჭირის. კი, საშინელი ისტორია გვაქვს ფულთან დაკავშირებით რა, რაღაცა მართლა თამარ მეფის პერიოდის მერე, იმიტომ არა რომ ქალი იყო დავით აღმაშენებელმა შექმნა დიდი დოვლათი და თამარმა გადაიბარა, მაგრამ იმ პერიოდის მერე აი საქართველო როგორც ვაჭრობის ეპიცენტრი, აი არ ქონია რა ეს, რაც აქვს მაგალითად ნიდერლანდებს, სადაც ბუნებრივად ადამიანს ჯერა რომ დიდხანს იცოცხლებს, ომი არ ექნება, ამიტომ დანაზოგსაც აკეთებს და ინვესტიციასაც და ჩვენ მაღაზიასთან რო ჩავივლით სათვალეს რო დავინახავთ, გონია რომ მეტი აღარ შეგვხვდება ეგეთი, რადგან საბჭოთა კავშირის დროს არ იყო პროდუქცია, ხო? აი შენ რა დაგეხმარა ამ იდენტობის
შეცვლაში და საკუთარი პოტენციალის რეალიზაციაში. ძალიან საინტერესო ამბავი შემემთხვა მე. ანუ მე ვიყავი ქართველი ქალი, ოღონდ მხოლოდ დედა. ანუ მხოლოდ ეს დედის როლში საჭმელი, შვილს მოუარე, სკოლაში გაუშვი და რაღაც ეს და როცა მივხვდი რომ მხოლოდ დედობა არ იყო საკმარისი და ამ შვილებს და ოჯახს ჭირდებოდა კომუნალურის გადახდა, ჩაცმა, დასასვენებლად წასვლა, მედიკამენტების შეძენა, გახდა საჭირო რომ გამختარიყავი არა მხოლოდ დედა, არამედ რაღაცა ადამიანი, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფდა ამ ოჯახს. და ფიქრმა, ანუ ამაზე კონცენტრაციამ რომ საჭიროება მოვიდა, აუცილებელი გახადა რომ მეფიქრა როგორ ვიშოვო ფული. ჩაგეკითხები. ეგ საჭიროება ბევრს აქვს საქართველოში, განსაკუთრებით ქალებს, იმიტომ რომ ვიცით რომ ბევრი ოჯახი ინგრევა, მარტოხელა დედები, ის ეს. მაგრამ ბევრი ვერ გამოდის. აი, მიუხედავად იმისა, რომ იძულებულია გამდიდრდეს, ესე ვთქვათ, რომ რაც ჩამოთვალე, ეგ ყველაფერი დააფინანსოს, თითქოს მაინც ეს იძულება არ არის საკმარისი. და აი, შენ როგორ გაიხადა თავი ისე იძულებულად, რომ საკმარისი გახდა, რომ შენთვის ეს ბიძგი ყოფილიყო. შეიძლება დეპრესია დაგმართო და ან არ ვიცი, სხვა ბევრი ზომა არსებობს, ხო, ფული როგორ შეიძლება იშოვა, თუნდაც მოკლევადაში, არაკანონიერად. კი ბატონო. მაგრამ შენ რაღაცა პიროვნული ზრდა განვითარება და რატო? აი რა იყო შენში კატალიზატორი? კი, აღზრდა არის კატალიზატორი, ალბათ ყველა ადამიანის შემთხვევაში და ყველა შედეგი, რაც დგება ზრდასრულობისას, არის ბავშვობიდან დაწყებული. ბავშვობის დროინდელი აღზრდის მეთოდები ჩემს ოჯახში იყო ესეთი აღზრდის მეთოდი, რომ ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები და ალბათ ჩემი მშობლების დამსახურება ის, რომ მე არ ვეძებდი მშველელს სხვა ადამიანში. ანუ როდესაც ქალს უჭირს, ის ეძებს მამას, დედას, აბა დამეხმარე, აბა მიშველი თუ არა და პარტნიორს მამაკაც, რომ სხვა გადაარჩენს, სხვა უშველი, სხვა გადაუხდის. შეიძლება ალბათ მეც რომ სხვისთვის მომეთხოვა, რომ მოდი დამეხმარე ბავშვებთან რაღაცა ფინანსური მხარდაჭერა გამიწია, შეიძლება მეც დამხმარებოდნენ, მაგრამ ეგ არ მქონდა. რაღაცა ვიცოდი, რომ ჩემით შემეძლო. ანუ იმედი არ ქონდა სხვისი? ნახე, არასწორი იქნება იმედი რომ ვთქვა. უბრალოდ უფრო სწორი იქნება რომ ვთქვა, რომ არ ჩავთვალე სხვა ვალდებულად, ჩემი პრობლემები მოეგვარებინა. თუმცა შეიძლებოდა. აი, მართლა შემიძლია ვთქვა, რომ მე არ მივსულვარ და არ მithქვამს იმისთვის, რომ აი მიჭეს და დამეხმარე და ფული მომეცი და რაღაც ეგეთი. არ მithქვამს. და ძალიან კარგი რო არ უთხარი, იმიტომ რომ დამხმარებოდნენ. იქ არ იქნებოდი სადაც ხარ. არა. და ერთ-ერთი ძალიან დიდი შეცდომა მშობელსა და შვილს შორის არის ის, რომ მშობელი ყოველთვის ეხმარება შვილს. 18 წლის მერეც ეს არის უდიდესი შეცდომა. მესმის შეიძლება მშობელს ჰქონდეს დიდი კაპიტალი შვილისთვის, შეეძლოს უზრუნველყოს მისი ყოველდღიურობა, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოს. უნდა მისცეს გამომუშავების თუნდაც საკუთარ ცხოვრებას პასუხისმგებლობის აღების უფლება. შეცდომების დაშვების უფლება. თუ შეცდომას არ დაუშვებთ, როგორ მიხვდეთ რა არის მართალი და რა არის სწორი. და ისიც კიდევ არასწორია მშობლები რომ გვეუბნებიან ეს არის სწორი და ასე უნდა წახვიდე. არა. ამას ვერ ვსწავლობთ. თუ არ შეგვეშალა, ისე ვერ ვსწავლობთ. ანუ მარტო თქვით არ არის, არ დგება შედეგი. და მიუბრუნდები კითხვას, რომ როდესაც ადამიანი შეწყვეტს სხვის დადანაშაულებას, როდესაც ადამიანი შეწყვეტს სხვის დადანაშაულებას იმ ამბავში, რაც დაემართა და პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე, დაიწყებს ძებნას, როგორ თუნდაც გამდიდრდე, როგორ განვითარდე, რა მარტო სიმდიდრეზე არა, ნებისმიერ სფეროზე, ხო? ჩნდება უკვე გზები. თავარია მოთხოვნა იყოს ამის. კი ბატონო, ანუ შენ შემთხვევაში ჯერ იყო შიში, ესე ვთქვათ, მერე საჭიროება, მერე მოთხოვნა და აი რა ჩვევები, ან უნარები, პრაქტიკები, აი რა გზას გადიოდი? ეს ხო რაღაც ნაბიჯ ხდებოდა, არ იყო რომ გაიგვიზა და უცბად მდიდარი ხარ, ხო? და აი რაღაცა შენში რა გამოცდილებამაც გაიარა. კი ყველამ თვითონ უნდა ისწავლოს, მაგრამ ჩვენ ხო არ ვართ მშობლები, ჩვენ უბრალოდ ვუზიარებ ჩვენს გამოცდილებას და იქნებ უბრალოდ ცადოს ადამიანმა და ნახოს რომ მასზეც მუშაობს. აი როგორ ააწყვე ეს
სიმდიდრე, რა აგურები და? პირველი გასაღები არის დისციპლინა. როცა აიღებ მიზანს, რომ ვთქვათ, ჩემი თვიური შემოსავალი მინდა იყოს პირობითად 5,000 ლარი, ეს არის შენი მიზანი. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე შენ გჭირდება დისციპლინის გამომუშავება. ანუ დილით რო იღვიძებ, რა უნდა გააკეთო. რას ემსახურება შენი ყოველდღიურობა? ემსახურება კი იმ შენ მიზანს, რომელიც 5,000 გამოგიმუშავებს პირობითად თვეში. თუ არ ემსახურება, ის რაღაცები აღარ უნდა გააკეთო. აი ეგ არის. მერე თვითგანვითარებაზე მუშაობა. ყოველ დღე უნდა უყურებდე საკუთარ თავს, რითი გაიზარდე, რა დაგემატა. არა მხოლოდ ფინანსურად. საუბარი, დგომა, ჯდომა, მეტყველება. ვისაც რა ჭირდება და რა უნდა. თვალსაწიერის გაფართოება ზოგადად რომ ვთქვა, იმ სფეროში, რა სფეროშიც მუშაობ და რა სფეროშიც პოზიციონირებ ზოგადად. ეს ამნიშნელოვანია. და აი, როდესაც შენ ეს რაღაცაები და ვთქვათ, რომ შეცვალე შენში, ანუ გულისხმობ გახდი ფოკუსირებული, შემოიტანე მიზნების სიცხადე, დისციპლინა, სამყარომ როგორ გიპასუხა ამაზე? აი რა ხდება? გამოწვევებით არის ეს გზასავსე, შერეულია თუ სულ შესაძლებლობებია? შენ შემთხვევაში თორე სხვასთან შეიძლება სხვანაირად იყოს. ნახეთ რა ხდება ახლა. მან რასაც ელოდები, ანუ რა მოლოდინიც გაქვს, ის რეალობა იქნება. თუ შენ ელოდები რომ ამ გზაზე ძალიან ბევრი წინააღმდეგობები შეგხვდება. სამყარო ესეთი ეს წინააღმდეგობები მოვა. თუ ელოდები რომ მარტივად წავა ყველაფერი, მართლაც მარტივად წავა და ამ დროს რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, ვინც ახლა იწყებს? რწმენა. რწმენა, თავდაჯერებულობა და იმის მოლოდინი რომ რაც მას უნდა, იმას მიაღწევს. იმიტომ რომ არ არსებობს ბუნებაში, როდესაც ქმედებას ახორციელებ, იმ ქმედებას არ ქონდეს შედეგი. ნებისმიერ ქმედებას აქვს შედეგი, ეს არის კანონი. და თუ შენ სწორ ქმედებებს გააკეთებ, ისეთ ქმედებებს, რომლებიც შენს მიზანს ემსახურება, შედეგზე გადიხარ უეჭველად. ეს უნდა იცოდე. კი, უბრალოდ აი აბსოლუტურად გეთანხმები, ერთს დავამატებ, რომ რამდენად სწრაფად გახვალ, ანუ ფონს და ესე ვთქვათ, მიიღებ შედეგს, დამოკიდებულია შენს მოქმედების რაოდენობაზეც და ხარისხზეც. შენ თუ ამას აკეთებ, რომ უბრალოდ მოდი გავაკეთებ თავიდან, მოვიშორებ და პროცესში არ შედიხარ, არ ხარ აწყოში, არ ტკბები, არ გსიამოვნებს, შედეგიც აყოვნებს და რაც უფრო ორიენტირებული ხარ პროცესზე და იცი, რომ იქ ეს მიზანი გაქვს, უფრო მარტივად მოდის ის მიზანი შენთან. ჩემთან ყოველ შემთხვევაში ესე იყო, რომ ადრე თუ მოქმედებდი, რომ მიზანი იყო ნიშნულოვანი და ოღონდ იქამდე მივსულიყავი, უამრავი საათი ვმუშაობდი, 6 წელი შვებულებაში არ ვიყავი, მარტო კვირა იყო დასვენების დღე. ეს გზა გრძელდებოდა და როგორც კი დავიწყე გზის დაფასება და გზის დაფასება როგორ დავიწყე, ისეთი მიზნები ავირჩიე, რაც ჩემია და ჩემს სულს კვებავს და გონებას და ყველაფერს ერთად უხარია. მაშინ ეს გზა დამოკლდა, სასიამოვნოც გახდა და მარტივიც. და პლუს რწმენა, ხო? რაც არ უნდა მიზანი გქონდეს, ჩემი აზრით, თუ არ გწამს, რომ მაგ მიზანთან მიხვალ, ან იმ საშუალებების არ გწამს, ზოგისთვის მედიტაცია, ზოგისთვის ლოცვა, ზოგისთვის უბრალოდ წერა, მუშაობა, ფიქრი, სხვადასხვა ინსტრუმენტია მიზნის მისაღწევად. არ მოვა, მთავარია რწმენა. ამას ჩვენი რელიგიაც გვასწავლის და ყველა რელიგია ამას იმეორებს, რომ შენ უნდა გწამდეს იმისი, რაც გინდა, რომ შენ ცხოვრებაში იყოს. თუ არ გწამს და უბრალოდ იმიტომ გინდა, რომ ნინი მამას მიაღწია და მოდი მეც მინდა, მაშინ იქნები ერთ-ერთი მიღწევატორი და ძალიან რთული იქნება შენთვის ეს გზა. კი. და აი ჩვენს მაყურებელს რას ურჩევდი, როგორ გაიმარტივოს ეს გზა? რწმენის მიღმა, თუნდაც რწმენა როგორ დავიჯერო? აი, მინდა მქონდეს კერძო სახლი, მინდა მქონდეს $20,000 შემოსავალი ყოველთვიური სტაბილური. აი, როგორ დავიჯერო თავი ტვინი, როგორ გამოვირეთ, ხო? აი, ტვინი არის ძალიან საინტერესო მექანიზმი, რასაც ხედავს იმის ჯერა. ანუ თუ ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვხედავდით, რომ ჩვენს ირგვლივ მყოფი ქალები ყველა იყო დეფიციტში, ყველა იყო გაჭირვებული, ყველა იყო დამოკიდებული მეუღლეზე. ჩვენმა ტვინმა იცის, რომ ჩვენც ასეთები უნდა ვიყოთ, ესა მოდელი დაპროგრამებულია. ანუ ჩვენი ტვინი არის დაპროგრამებული, რომ უნდა ვიყო როგორც დედაჩემი, ბებიაჩემი, დეიდაჩემი და ვინც ირგვლივ არის, ისეთი ქალი.
ანუ რა უნდა ვქნა, ჩემს გონებას უნდა ვაჩვენო ისეთი მაგალითები, სადაც ხალი არის წარმატებული. თუნდაც ჩემი მაგალითი, თუნდაც შენი მაგალითი. დღეს არის ძალიან ბევრი საშუალება იმისა, რომ ნახო როგორ და რანაირად მიაღწიეს ქალებმა წარმატებას. ინტერნეტი. დაიწყე ამის ყურება, აი ზუსტად უნდა დაანახო შენს გონებას, რომ აი იმ ადამიანმა წარმატებას მიაღწია. ამან ეს შედეგი დადო და როდესაც ხედავს, რომ არაფრისგან ადამიანმა რაღაცას მიაღწია, სხვამ თუ შეძლო, იგივე ხელი და ფეხი გაქვს შენს. ანუ შენ შეგიძლია რომ ამ წარმატებას მიაღწიო. და კიდევ ერთი რაღაცა, შენ ეხლა გააჟღერე აწმყოში ყოფნის ძალა და ეს არის უმნიშვნელოვანესი. როდესაც ყოველდღიურობაში ვართ, ჩვენი გონება მიდრეკილია ნეგატივისკენ. ანუ ხედავთ ცუდს. ხო გვაქვს თქვა რამდენიმე, თქვა აი 6 სურათი, ხო, დღის განმავლობაში. 6-დან რომელიც არის ცუდი, რომელიც გვაწუხებს, იმას ვუყურებთ. აი ეს ხდება ავტომატურად. მაგრამ თუ ჩვენ ტვინს გავწვთნით ისე რომ ამ 6-დან 3 რომელიც ცუდია, ამ 3-ს არ შეხედოს და თქვა მეორე 3 შეხედოს, რომელიც კარგია. გადაირთვება ჩვენი ტვინი ნეგატივიდან პოზიტივამდე და სადაც არის ჩვენი ყურადღება, იქ მიდის ჩვენი ენერგია. თუ ამ ენერგიას კარგ რაღაცებს მივაშუქებთ, ის კარგი რაღაცები გამრავლდება და გამრავლდება და ბევრი კარგი რაღაც შეგვხვდება. და თუნდაც სახლზე რო თქვი მაგალითი, აი თუ მინდა კერძო სახლი მქონდეს, ხო? მე კერძო სახლი და უკეთესი სახლი არ მექნება მანამ სანამ იმ სახლს არ დავაფასებ, სადაც ვარ. თუ მე ჩემს ტელეფონს, რომელიც ეხლა მაქვს და არ მომწონს, ამას თუ მე უდიერად ვექცევი და სულ არ მაინტერესებს. და არ ვუვლი. ანუ მომავალზე ორიენტირებული ტვინით ცხოვრობ, რა არასდროს არ გაკმაყოფილებს აწმყო. კი, აქ რაც მაქვს, მე უნდა ვიყო ამით ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი. და შემდეგ მოდის ამას რეალურად კი მოგონება კი არ ჭირდება რომ იყო. გაიღვიძე, სუნთქა, უკვე კარგია. მორჩა, რამდენმა ვერ გაიღვიძა, ამაზე დიდი მადლიერების გრძნობა რომ ცოცხალი ხარ, არაფერს არ მოაქვს. თუ ამას დავამუშავებთ ჩვენში და დავაფასებთ ჩვენს სიცოცხლეს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდებულ სახლში ცხოვრობს, თუ ვერ გაიღვიძა, რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება? ამიტომ აი პირველი სინათლე, როცა შემოდის მაგალითად ჩემს საძინებელში, რაღაცნაირად ჩემი გაღვიძების დრო და ეს მზის სხივი, ნუ მზე თუ არ არის სინათლე, დავუკავშირე რას, იცი, ტვინი ირთვება მადლი, ვაიმე, გავიღვიძე, რა მაგარია, გავიღვიძე, გათენდა, ჩემს ქვეყანაში მშვიდობა არის, მე ვიხსენებ, რომ რა კარგია ეს სახლი, როგორიც არის, გარეთ მანქანა მელოდება, რა მაგარია, რომ მეუღლე მყავს, ძმა მყავს, ოჯახი მყავს, ხო? რაც არ უნდა თქვენ გეგონოთ, რომ ცხოვრება არ არის თქვენი კარგი და უკმაყოფილო ხართ, გამონახავთ დეტალებს, რომ მაგალითად ლამაზი ბებიისგან დატოვებული ხის მაგიდა გაქვთ. აი, ბევრ რაღაცაში შეიძლება ამის პოვნა და როცა მადლიერებით იწყებ დღეს, აი, თითქოს გულს უღებ სამყაროს და ისიც მშვიდდება და მთელი დღე არის მშვიდი და ბედნიერი. განა იმიტომ, რომ მე არავინ გადამისწრებს გზაზე, ან უბრალოდ ვერ ვამჩნევ ეს ყველაფერი თუ ხდება. შეიძლება ადამიანი ჩემს გვერდზე მდგომი ძალიან გააღიზიანოს რაღაცა ფაქტმა, რაც მოხდა და მე არა, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელობა აქვს დაკარგული და როგორც შენ თქვი, ჩემი ფოკუსი მომართულია დადებითზე. ამიტომ აი მეც აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ აწმყოში ყოფნა, აწმყოს დაფასება და მადლიერება არის გასაღები დიდებული მომავლის. არ არსებობს ეს, რომ ხვალ ქორწილში წავალ და იმ კაბას მარტო იქ ჩავ. თუ მოგწონს, ჩაიწვი და სახლში იარე. რა არის ის ხვალინდელი დღე საერთოდ როგორი იქნება? არა და ყველა ვარიანტში უკეთესი იქნება თუ აწმყოს დააფასებ. ანუ აწმყოში ყოფნა ის კი არ არის არჩევანი. შენ თუ გინდა უკეთესი მომავალი, უნდა იყო აწმყოში და მაშინ მოდის ნაშენები უკეთესი მომავალიც. აი მე მაინტერესებს ნინი რა, რომ იყო შენი ძველი იდენტობა საკმაოდ ქართული. მოდი რა პირდაპირ ვიტყვი, რაღაცა ჩაგრული ქალის იდენტობა ქართული. ფულთანაც და ზოგადად მენტალიტეტთან დაკავშირებული. და გამოხვედი ამ მდგომარეობიდან. მაგრამ აი როგორ გაზარდა შენი ტევადობა? ამას ხო უნდა
შეჩვევა, დატევა, რომ მე დღეს ესეთი ვარ, იმიტომ რომ ბევრი ისტორია განსაკუთრებით კაცებს ემართებათ ისე ფული იშოვეს დაკარგეს. კი. იყიდა 10 ვერტალიოტი, აღარ აქვს ბენზინის ფული. ნუ ხუმრობ, მაგრამ აი ეს ფული მოდის და ეკარგებათ ეს ფული და მე ვერაზროს ვეღარ შოულობენ და აი როგორ დაიტიე ის რომ მაგალითად მენტორი ხარ, კარგი სამსახური გაქვს, კარგი მეორე ნახევარი ყავს, ოჯახი უზრუნველყოფილი ყავს, როგორ შეირგე და როგორ ზრდი ამ ყველაფერს? სხვათა შორის ეს ზრდა არის დაუსრულებელი. სულ უნდა გაიზარდო და აი აქ არის ზუსტად საიდუმლო. როდესაც ხელფასი მქონდა 1000 ლარი და მაღაზიაში შევდიოდი, უყურებდი ყველაფერს ფასდაკლებულს, ვერასდროს ამას ვერ ვიყიდი, რაც მომწონდა და ანუ მაღაზიაში შევდიოდი განწყობით, რომ მე ამას ვერ შევძლებ და ვერ ვიყიდი. ეტაპობრივად მივაჩვიე საკუთარ თავს იმის მიღება, რაც მე მინდოდა. თუნდაც ფული არ მქონდა იმ მომენტში. შევსულ არ მაღაზიაში, მომირგია ტანსაცმელი, რომელსაც ვერ ყიდულობ. უბრალოდ მოვირგე და აი როგორ ვგრძნობ მე ამაში თავს. იგზენი ხარისხი, აი რა განსხვავებაა, ვთქვათ 100 ლარიან ქურთუქსა და 1000 ლარიან ქურთუქ შორის, რატო ღირს? აი ხო უნდა ვიცოდი მე თუ ფული მინდა ბევრი და მე თუ მინდა მდიდარი ვიყო, განსხვავება ხო უნდა ვიცოდი რა არის მათ შორის განსხვავება. და სხვათა შორის მარტო ფოტო არ იძლევა მაგ შეგრძნებას რა ვერ ასევე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ის აუდიტორია, ის სამეგობრო წრე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ირგვლივაა. თუ ჩვენს ირგვლივ ყველა ჩვენზე ღარიბია, ჩვენზე წარუმატებელია, ჩვენ რჩებით იმ დონეზე. მე არ მინდა იმის თქმა, რომ შენ მეგობრები უნდა დაკარგო და ყველა ჩამოიშორო, არა. უბრალოდ უნდა ყავდეს სამეგობრო წრეში რამდენიმე ესეთი ადამიანი, ვინც არის შენი ინსპირაცია. რომ ხედავ მის ცხოვრებას, აი მოგწონს, რას იცვამს, მოგწონს, რა პროდუქტებს იყენებს, მოგწონს და შენც გინდა. და როცა ამას უყურებ, ანუ პროგრესი, როდესაც ხედავ, რომ აი სხვა ადამიანს რაღაცა შენზე მეტი აქვს, შურის მომენტი კი არ გაქვს. ანუ იმან თუ შეძლო, მე შევძლებ. თუ მან შური ჩაგერთო, დარჩები სადაც ხარ იქ. კი, აი რაც თქვი მეგობრებზე, ნუ ეს ცნობილი ის არის თემა, რომ გადახედე შენს ყველაზე ახლო 5 ადამიანს და იმათი საშუალო ხარ შენ და თუ ყველა არის დავრდომილი, გაჭირვებული სულ წუწუნში, ან შენ მსგავსები ისევ იმათ, ან ისინი, ან რამდენიმე ამოდიან შენთან და საერთოდ ფინანსებსაც რო თავი დავანებოთ, ჩემი აზრით ადამიანის ცნობიერების განვითარებასთან ერთად ვითარდება მისი წრეც. არ შეიძლება მაგიტო ხო არის, რომ აი ბავშვობის მეგობარი. მე მარტო მყავს 2 ბავშვობის მეგობარი, თუმცა ადრე ძირითადად ჩემი სამეგობრო იყო ბავშვობიდან მოყოლებული შეძენილი ადამიანები. დღეს ეს ესე არ არის, იმიტომ რომ მე სხვა მიმართულებით განვითარდი, ისინი სხვა მიმართულებით და ჩვენ საერთო კვეთა არც ინტერესის და არც ღირებულების აღარ გვაქვს და უფრო გასაკვირი იქნებოდა დღეს ჩემთვის, რომ მე იგივე ადამიანებთან ერთად ვიყო თუნდაც აქ და ვსაუბრობდა იმ თემებზე, რაც მაშინდელ ელენეს აინტერესებდა. ამიტომ ადამიანები თუ მიდიან თქვენი ცხოვრებიდან არ უნდა დაგწყდეთ ამაზე გული, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ან თქვენ წინ წახვედით წინ, ან ისინი წავიდნენ. შეიძლება, ნუ, ჩვენც ვერ განვითარდეთ ხო რაღაც ეტაპზე. და კიდევ ნინის მაგალითზე ვიტყოდი, ძალიან მნიშვნელოვანია მართლა რაც თქვა, ავიღოთ მაგალითები წარმატებული ქალების, კაცების და რა ხდება, სოციმედია ჩვენ მაგალითად ილონ მასკის ან ვიქტორია ბექემის შესახებ, ნუ ვუტრირებ, მაგრამ მაშინ გვატყობინებს, როცა უკვე სტარები არიან და მილიარდ, მაგრამ ჩვენ უნდა ჩავეძიოთ ამ ადამიანის უკან რა ისტორიას, რამდენი შეცდომა, რამდენი უარი, რამდენი მცდელობა, რამდენი წარუმატებლობა და მივხვდებით, რომ ამ კაცმა 1000 ინვესტორთან რომ მიიტანა პროექტი და ერთმა თუ ორმა უთხრა კი, იქამდე 900 რაღაცა შეხვედრა გქონდა და მაგიტო გაუმართლა. ანუ მან იმდენად გაზარდა მოქმედების რაოდენობა, რომ ალბათობა გამართლების გაიზარდა და მართლა სახლში არავინ არ მოგვაკითხავს თუ პერსონალური ბრენდი არ გვაქვს და სოციმედია და ეგეც არის გზა, ვისაც ახლა არ მოწონს ეს ფიზიკური კომუნიკაცია ან ხელშეწყობა არ აქვს, რომ ფიზიკურად მივიდეს სადმე შეხვედრებზე, დაჯექი, გადაიღე ფოტო, ჩაწერე ვიდეო და მთელი მსოფლიო
შენს წინ არის. ნუ თუ ქართულად გინდა ქართული აუდიტორია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ თან არის ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნური ინტელექტი მგონია რომ შეიქმნა იმისთვის რომ ადამიანს დაეხმაროს საკუთარი თავის რეალიზაციაში. და სხვათა შორის პატარა დავალება შეგვიძლია ვთხოვოთ ჩვენს გამომწერებს რომ იპოვეთ 3-4 ქალი, აი ვისი წარმატების ისტორიაც მოგწონთ, ეცადეთ რომ რამით გავდეთ, ან თმის ფერით, ან ხასიათით, ან აი რაღაცით, რომ უფრო მეტად დაიჯეროთ, რომ ნახე ამაში მგავს, ამან შეძლო, ანუ მეც შევძლებ რა. მე მაგალითად რატომღაც მომწონს ხოლმე უფრო ცოტა კაცრი და დისციპლინირებული ქალების წარმატების ისტორია, იმიტომ რომ მგონია რომ მეც ვაიგივებ საკუთარ თავს და სულ არის რომ ამან შეძლო, მეც შევძლებ და ჩვენ შეგვიძლია რომ ერთმანეთის მაგალითებიც გავხდეთ და არ არის სირცხვილი რომ თქვას ქალმა მე დიდარი ვარ, მე მაქვს ამდენი ხელფასი, მე მაქვს ეს, მე შევძალი ის, პირიქით ამით მარტო თუ მხარს დავუჭერთ ერთმანეთს. ნინი შენი ესე ვთქვათ გამოცდილებით. აი რა შეიძლება იყოს სავარჯიშო მაგალითად პრაქტიკა? აი რასაც დღესვე მარტივად გააკეთებენ და არ ჭირდებათ რამის ყიდვა, ან ის რაღაცა აი სახში რო შეუძლიათ გააკეთონ სიტუაციაზე, რას გურჩევდი? აი მე რამდენი რამ შემიძლია გირჩიოთ. ანუ აი არჩიე 2-3 მოდი ყველაზე უნივერსალურს ვიტყვი, რომელიც არამხოლოდ ფინანსური მიმართულებით დაეხმარება ადამიანს. ნებისმიერ სფეროში. დღეში 20 წუთი მარტო ყოფნა საკუთარ თავთან, დახუჭე თვალი და დაამშვიდე გონება. ეს იყოს ზოგადი სავარჯიშო ყველასთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ვისაც ფინანსური, ვისაც ურთიერთობები, ფსიქოლოგიური. ხო, უბრალოდ ეს არის საკუთარი თავისთვის გამოყოფილი დრო. როდესაც შენ ხუჭავ თვალს და ამშვიდებ ყველა ფიქრს. ეს იყოს პირველი და მოდი მეორეც იყოს. კი, იყოს. მეორე იყოს მიზნების ფორმულირება. კი ბატონო. უნდა საყვარელი თემა. კი. უნდა აიღოთ ერთი გლობალური მიზანი, მაგალითად ეხლა 2026 წელია. 2036 წელს ვინ გინდა რომ იყო? დაწერე თვალის გახელიდან დაძინებამდე მთელი დღე. დეტალურად, ოღონდ. მანდ ეკონომიურობა არ დაიწყოთ. რომ ანუ მაქსიმალურად მოითხოვეთ ამ ნაწერში იყოს საუკეთესო, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ფინანსურ დეფიციტშია, იმ ოცნებაშიც დეფიციტშია, აღარც ოცნებობს. ანუ თუ დღეს შენი ჯიბე პირობითად გაფიქრებინებს, რომ მხოლოდ $5,000 მანქანა შეიძლება გყავდეს, იფიქრე, რომ შეიძლება გყავდეს $50,000 მანქანა. შენ ხომ ამას წერ. ანუ რისკში მიხვედი ბანტი უკეთია, ყვავილებით გაჩუქეს და მოკლედ როგორ გამოდიხარ და ზიხარ ამ მანქანაზე. ანუ ახელ თვალს იწყება დილა, რა გაცვია, რა სახლი გაქვს, ყველაფერს დეტალურად, რა მინდია, ყველაფერი. რა პროდუქტებს იყენებ, ვინ ყავს სახლში, როგორ ყავას ვამ, რომელი აპარატი გაგყავს, აი დეტალურად ყველაფერი დაწერე დაძინებამდე და კვირაში 2-ჯერ მაინც ძილის წინ გადაიკითხე ეს შენი სცენარი. და რა ვიცი 10 წლის მერე თუ გაგახსენდები. ჯერ მარტო რა კარგხასიათზე აყენებს ეგ პრაქტიკა. ძალიან საოცარი პრაქტიკაა. მეც გამიკეთებია არაერთხელ, მე აღარ ვწერ უბრალოდ პირდაპირ ვიზუალიზაციას ვაკეთებ ხოლმე და აი თფები, იუსები, სიხარულით ხარ სავსე და თან როგორც წესი 10 წელი აღარ ჭირდება მაგ ყველაფერს ლოდინი უფრო სწრაფად მოდის. კი, უბრალოდ 10 წელი რატო იცი? კი, ჯერა რომ ჯერ ახლა არ მაქვს და კი, ზუსტად. და ეგ სხვადასხვა ეგ პრაქტიკა არის რწმენა, იმედი, სიყვარული. კი ბატონო. ძალიან მაგარი პრაქტიკაა, ასე რომ გამოიყენეთ და 10 წლის შემდეგ ან თუ უფრო ადრე მიაღწევთ იმ მიზანს, რაც დაწერეთ, მე ან ელენეს მოგწერეთ. ხო. როგორი კარგი შედეგები გექნება. კი, და სხვათა შორის შეგიძლიათ თქვენი რაღაცა ისეთი ინსტრუმენტები და პრაქტიკები თუ გაქვთ, დაგვიწეროთ კომენტარებში, მაგასაც გავაზიარებთ მერე, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი ერთადერთი შეხვედრა, გვექნება ხოლმე შეხვედრების სერია და კიდევ მე ერთ პრაქტიკას გეტყვით, რაც ნიმათ ახსენა, უფრო განვავრცობ, აი მაღაზიაში მისვლა
და დაჯერება რომ შენ იქაურობას ეკუთვნი. აი მე რა მქონდა? მე მქონდა ფული, მაგრამ არ მჯეროდა რომ შევდივარ შანელის მაღაზიაში და ვეკუთვნი იქაურობას. მეგონა რომ აი ყველა ხვდება რომ მე არ ვეკუთვნი იმ სოციუმს. და ვიყავი ძალიან თავდაუჯერებელი და ვცდილობდი გამოპრანჭული მივსულიყავი და რაღაცა რომ აი მეც თქვენიანი ვარ. და როცა შენ ეგრე ფიქრობ ირეკლავ მაგ ფიქრს, ხო შეიძლება საერთოდ გეჩვენებოდეს, რომ გამყიდველს კონსულტანტს გონი ხარ თავდაუჯერებელი, რომ შენ რაღაცნაირად ეგ მასე გონია შენ. არა და საერთოდ შეიძლება არც გიხურებს. და იმდენი ვიარე და შემოვიარე ყველაფერი, რომ აი ეხლა მაგალითად ხო შემიძლია არ ვიცი ჩავიცვა ბირკენშტოკი, ფლიპ-ფლოპი, შორტი და შევიდე და ანუ იმის თქმა მინდა რომ აღარ ვუმტკიცებ არავის რომ თქვენიანი ვარ და ხშირ შემთხვევაში ადრე ვყიდულობდი იმით რომ მოდი მე აქაურობას ვეკუთვნი და დაგიმტკიცებთ და ვიყიდი და ეხლა შეიძლება 3 საათი გავეტარო და არ მომეწონოს არაფერი და არ ვიყიდო და ვაწვალო ეს ხალხი ნუ ვაწვალო რა ეს მათი საქმეა მაგრამ იქაურობას ვეკუთვნი ჩვენ მეგობრები ვართ ერთ სივრცეში ვართ აღარ მიყვირს ეს მაღაზია ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ შანელის ჩანთა გინდათ თუ რენჯ როვერი წადით ვისაც რა გინდათ და მოიქეცით მოირგეთ იქაურობა მოსინჯეთ და დაჯექი რა იმ საჭესთან ტესტ დრაივი ყველგან უფასოა შეგიძლიათ ჩაეწეროთ 9 საათი გექნებათ როგორი საჭე აქვს, როგორი სუნი აქვს ახალ მანქანას, შეიძლება საერთოდ არ არის შენი და უბრალოდ ოცნებაა და უნდა მოარგო შენი ოცნება სხვა რაღაცას, რაც უფრო გინდა. აქედან გამომდინარე, აი ეს ფიზიკური ვარჯიში ძალიან შველის გონებას, რომ დაიჯეროს მე აქაურობას ვეკუთვნი და თუ ვეკუთვნი უსაფრთხოა, ანუ, ხო? იმიტომ რომ რატო გვეშინია ჩვენ გაფართოების? იმიტომ რომ შიში გვაქვს უსაფრთხოების დაკარგვის. იქ დაგვრცინებენ, დაგვაფულინგებენ ქართულ იდენტობაში მდიდარი კორუმპირებულია, ფული თუ გაქვს დამალე თორე დაგიჭერენ, რატო? ნათესავს უნდა ასესხო. ხო, აი რაღაცა იცი რამდენს აქვს ბოდიში ეგ ბლოკი? არა. აი ძალიან ბევრს ახლა პირად მენტორინგზე ძალიან ბევრს აქვს ფინანსური ბლოკი ასეთი. თუ მე გამდიდრდები, ყველა მომთხოვს რომ ფული ვასესხო. კი, ან არ მოუნდებათ ჩემთან ურთიერთობა, ავტომატურად ცუდი გახვდები. ეგ ყველაფერი არის სისულელე. ფული აკეთილშობილებს ადამიანს. თუ ადამიანი არის მოწოდებული რომ აკეთოს ბოროტი, უფულოთაც აკეთებს და ფულით უფრო თავდაჯერებულია და აკეთებს, მაგრამ რასაც ხედავთ, ეს მცენარე, ეს ზედა, ეს ტელეფონი ყველაფერი არის ფულის ენერგიის შედეგი და სამყაროში ფულს უდიდესი დანიშნულება აქვს, რომ გაკეთდეს მისი ხელით სიკეთე. კი. თუ გინდა ქველმოქმედება და თუ გინდა ფასიანი სიკეთე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ნინის აქვს YouTube არხი, რომელიც შეგიძლიათ გამოიწეროთ, ასევე აღწერილობაშიც და კოლაბშიც მოკლედ არის და შეგიძლიათ გამოიწეროთ და როგორც ქალებმა აუცილებლად დაუჭიროთ მხარი ერთმანეთს და მენტორინგზეც უკვე გითხარით. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი კითხვები, რა შეიძლება იყოს ფულის იდენტობასთან, ზოგადად ფულის ენერგიასთან, წარმატების ფორმულასთან დაკავშირებით, დაგვიწერეთ კომენტარებში და შემდეგი ვიდეო შეგვიძლია უკვე ამ კითხვების მიხედვით ჩავწეროთ. სიამოვნებით, კი, ძალიან საინტერესო იქნება თქვენი კითხვები. ზოგადად, როდესაც კითხვები ჩნდება, მანდ უკვე ირთვება აზროვნება. თუ გახსოვს ბავშვობაში, არ მოსწონდათ ბევრ კითხვებს რომ სვამდით და გვეუბნებოდნენ, რომ ნუ შენი საქმე არა, ჯერ პატარა ხარ. ასე რომ კითხვების დასმა არ არის სირცხული, თუნდაც ჩათვალოთ რომ რაღაც სისულელი აზრი მოგდით, აი ეგეც უნდა დაწეროთ. იმიტომ რომ ამ დროს იხსნება ძალიან ბევრი ახალი კარი. ძალიან ბევრი ცოდნა. შეიძლება ერთი კომენტარი, რომელსაც დაწერ, ისეთი ინფორმაციის და ისეთი ცოდნის მომცემი იყოს, რომ შენი ცხოვრება შეცვალოს. ამიტომ თამამად, გოგოებო, ბიჭებო, რა ვიცი, ვინც არის თქვენი მსმენელი, დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში, თქვენი პრაქტიკებიც გაგვიზიარეთ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ დღე რაღაცა ახალს ვსწავლობთ. დიდი მადლობა, ნინი. მადლობა, თქვენ მართლა ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა. ძალიან საინტერესო. ჩვენ კი ქონდა დაგეგმილი ის ვკითხოთ, ეს ვკითხოთ, მაგრამ მე გადავწყვიტეთ, რომ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე როცა ლაპარაკობ და ეს ყველაფერი შენ
გავლილი გაქვს, არანაირი კითხვა აღარ არის საჭირო. როგორც წაიღებს ნაკადი და აწმყოში ყოფნა, მოდი მივენდოთ პროცესს და მე მგონი ძალიან კარგი გამოვიდა. ნუ ეგ თქვენ უნდა შეაფასოთ, არა, ჩემთვის კარგი გამოვიდა და თქვენ ჩვენ როგორ შევაფასოთ ისე იქნება. იმედია რომ თქვენთვის სასარგებლო იქნება. ძალიან დიდი მადლობა და დროებით. მადლობა.